გაუბარჯოს. იმედია კარგად დაუმიზნე. როგორ ხართ ხალხნო? მოსაღამოვდა. მოვიაზრე და მოვედი. 7-20 წუთია მოსაღამოვდა, აღარა ქვია ამას. კადრები ხوار გამომეპარნე. ამას ჩავიხდი. ჩავიხსნი. შიგნიდან ეს მაიკაც მაცვია. ნინო, შენი გერმანული მაიკა იცი როგორ მიყვარს? ამ სეზონის არის წესით სეზონი არა არ დაგვიდგა თორე. დღეს არის შემოდგომის ამინდი. მოკლედ, მოვედი ექიმისგან თუ რაცა ქვია, ეხლა ძალიან აქვს თხოვ რა, თავი შეიკავე გამოხტომებისაგან. შეიძლება? კარგი. ბიჭოს გეფიცები აქამდე ჩუმად იყო სანახავს ამოვიყებდი. დაიცა შორეთმა გავიკეთო და დავიწყოთ. მომენატრა გრძელი თმები. ჯერ განახეთ YouTube-ზე ვინც არ მყევხართ. კი არა და Facebook-ზე. ნახატი გვაჩვენეო, არ გვაქვს Facebook-ი, უბრალოდ ვერ ნახულობ Facebook-ზეო. ამიტომ განახეთ ნახატს ბოლო ეს ხო სუფთარი არ ბავა ჭუჭყიანო. ბოლო ნახატს წესით ბოლოს, იმიტომ რომ მეც არ ამგონი ავიღო, რავი თუ ძალიან ვინმე არ შემეხვეწა და შეხვეწა იქ. კოკი! შეხვეწა თუ რაც არის იქით იყოს. მეგონი გავიდა ბოლოს არის სეზონი. ძალიან არ გავშლი, იმიტომ რომ მაქსიმუმ მგონი აი მოიცა გავშალო კარგი ხო. ნახეთ რა საყვარლობა. ნახეთ. ტიქაროსანი ბავშვი. ძალიან თბილი ნახატია. ძალიან და ძალიან საყვარლობა, ძალიან სწრაფად დაიხატა და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე. აჰა, ხო, ეს ვიდეოც გასაკეთებელი მაქვს. შარშანდელთან შედარებით 2:11, ვაიმე კოკი გეფიცები ხა თუ არ დაგკლა შენა. 2:11 საროჭკა მაქვს აღებული. საკმარისი ხმა მოვიღო და იმანაც უნდა იგაგანო. მართლა ხوار დავკლავ რა ვქნა რა უკრა. ისედაც ისინი. ეხლა მოვყვეთ დღევანდელი ჩვენი ამბები. ნუ დილას ძალიან მეზარებოდა წასვლა, იმიტომ რომ ეხოსკოპია არ უნდა გამეკეთებინა და არ გამეკეთებია და მაგის გამო მეზარებოდა წასვლა, რომ მარტო ანალიზებზე მეთქი პატარის ნახვაც მინდოდა, მაგრამ აი ხო უნდა წავშულიყავი, სხვა გზა არ იყო. ყველაზე მაგარი და მთავარი. გუში ხო თქვი რომ მითხარი და შემახსენეთ მეთქი, რომ რა დროს უნდა წავიდე მეთქი, რომ ნახო მეთქი ფურცელში რა წერია მეთქი და სულ იმას გავიძახი მთელი ერთი თვია, რომ 25-მდე უნდა წავიდე, 25-მდე უნდა წავიდე, იმიტომ გარკვეული ციფრები წერია, რა დროს უნდა მიხვიდე, რომ უფასოდ გეკუთვნოდეს ანალიზებიც. ნუ ეხოც და რაც, ანუ იქ გიწერია, რაებიც უნდა გაიკეთო. გუშინ მივედი, გადავშალე, დღეს 25-ია, უბრალოდ იცი რა მახსოვდა, 25-დან 31-მდე ეგ მახსოვდა თუ 30-მდე. გადავშალე ფურცელი და რას ვხედავ? 21-მდე, ანუ გავიდა ის უფასო დრო. წინა კვირას უნდა ყოფილიყო. აი, ანალიზები წერია ახლა. სისხლის საერთო, ნუ რაღაცა, ანუ და კიდე გლუკოზის ის ტკბილ რაღაცას რო გასცემენ და მე 1 საათის მერე რო ჯერ ვაგიღებენ სისხლს, მერე დაგალევინებენ და 1 საათის მერე ზუსტად 1 საათში უნდა ისევ სისხლი აგიყო ეგ. არ არის და პატარა თანხები და აუ ვიფიქრე, ხო ხოლე გამძვრება ფული, იმიტომ რომ უფასო არ მეკუთვნის. იცი როგორ წერია, პასტით წერია ეს ჩემმა გინეკოლოგმა ჩამომიწერა ეს ამობეჭდილ ფურცელზე და თარიღებში პასტით დაწერა რა დროს უნდა მივიდე. და წერია 20, უბრალოდ აი 5-იანი იცი რატომ ახსოვდა, რომ 15. კოკი! აი მგონია რომ ვიღაცა ბავშვების მთელი არმია დგაექა. 15-დან 21-მდე წერია და ეს 5-იანი რომ მახსოვდა რომ 25-მდე და მეთქი ხვალე 25 ბოლო დღეა და მივა რა პრობლემა.
ესე იგი ორი დღე ისე დავყურებ ამ ფურცელს, რომ ანუ ეხლა რომ მივალ და მივცემ ამ ფურცელს. უეჭველი ვადაა გასული უკვე, ანუ ის შეროცა უნდა მისულიყავი. ვერ მიხველი. ამიტომ და გადაიხადო ფული, ჩვეულებრივ მოვენა. ხო და გამახსენდა ერთი ისტორია. ადრე ბავშვობაში ჩემი პატარა ძმა, ნუ პატარა რა, მე ვარ პატარა, შუათან, ანუ გიორგი, ირაკლი და მე. გიორგი კარგად სწავლობდა ხოლმე, ირაკლი მთლად კარგად ვერა, კი არა და ვერა, არ უნდოდა. ხო და მაშინ, ნუ გახსოვთ, აბა 90-იანების ბლოკნოტი რო გქონდა და მასწავლებლისთვის რო უნდა ყველა ვარიანტში მიგეტანა და სახში რომ მოიტანდის ნიშანი უნდა. შევწუხდი. ის ნიშანი უნდა გენახებინა მშობელისთვის და მთელი ამბები, ხო გახსოვთ? მაგრამ რო გვეშინოდა. ხო და არა უშავდა რა, კარგად დაბალ ნიშნებს იღებდა ხოლმე ირაკლი და არ ვიცი ერთხელ რა მდგომარეობიდან გამოიყვანა ადამიანი მასწავლებელი რომ დაუწერა ერთიანი, ორიანიც არ ეკუთვნოდა. ეს ახდება მე-4 კლასამდე, იმიტომ რომ დაწყებითებში იყო და იცოდა რომ სახში კაი დღე არ დაადგებოდა და ქრთამის როგორ ვთქვა, შეთავაზებით, ანუ რაღაცა ქრთავს შემოგთავაზებდა და ხან მე და ხან მეორე ჩემი ძმა გიორგი ამ რა ქვია მას ერთიანებს, ორიანებს და არასასურველ ნიშნებს გადავუკეთებდით ხოლმე ისე რა სასურველ ნიშნამდე, ნუ ხუთიანი არა, მაგრამ მაინც რაღაცნაირად. გამახსენდა ეგ. ხო და მახსოვს რომ ერთხელ ეს ერთიანი, ანუ იცი როგორი ერთიანი ეწერა, ესე და ძირზე ხაზი რო აქვს რა ესე, ისე რომ ერთიანი ძირითადად 4-იანად ვაკეთებდი ხოლმე, მაგრამ ეს ხაზი რო ჰქონდა, ვერ გადააკეთებ 4-იანად, იმიტომ რომ ეტყობა რომ ერთიანია. და მახსოვს ეს ერთიანი, არ ვიცი რომელ საგანში 5-იანად გადავუკეთე ისე რომ გადარჩა ირაკლი. და გამახსენდა რომ იგივე სიტუაცია, აქ ერთიანი წერია. და მე 5-იანად უნდა გადავაკეთო. თან ისე რომ თავი არ დამახიოს იქ რეგისტრატურაში იმ გოგო. დილას ავდექი უყურებ, რაღაცნაირი ერთიანი წერია, აი, ექიმის ხელი ხო იცი? რო გაიქნებენ და თვითონ რო კითხულობენ მათ. ესე იგი, ეს ერთიანი წერია, ერთიანის თავში ესე კუდი გაუკეთე, 5-იანის ისა და აქეთ ოდნა მოვამბრგვალე. ნუ შეხედავ 5-იანია, მაგრამ ერთიანიც არის. ეხლა ავყევი ხო ციფრები წერია, სადაც ერთიანები წერია, ერთიანად დავტოვე, აი სადაც 5-იანები წერია ციფრებში. დაახლოებით აი ერთიანი რო ჩაამატო, ეგ მივამსგავსე რა ერთიანიც რო იყოს და 5-იც არაფერი არ იტყობოდა გეფიცებით, მაგრამ დილას მივედი ავიღე ეს რიგის ნომერი, ჩაწერილი, არასოდეს არა ვარ მე ჩაწერილი ამ ხნის მანძილზე. მივდივარ, ვიღებ ჩაუწერელი ორსულის ნომერს და ჩაწერილზე სწრაფად მოძრაობს მოკლედ ეგ ნომერი. ნუ თუ კაცი არ ახარ, შეგიძლიათ ჩაუწერელი ნომერი ორსულის აიღო, უცბად იმოძრავებთ. ხო და გადავაკეთე. ეხა მიველი თუ არა დავიღე. მოსაცდელში დაჯდომაც ვერ მოვასწარე, ჩემი ნომერი აინთო. მით უმეტეს სავსეა მთელი საბადოყოფო სავსე. ბავშვები ბევრნი არიან რა, ხუცები, ბავშვები, ჩვეულები, ორსულები რაღაცა. და წინაზე რომ 10 საათზე შევედი და 4-ზე გამოველი, დაახლოებით მას უარაუდობდი რომ მეთქი გვიან წამოვალ და ანუ მოსაცდელამდეც იმ სკამამდე ვერ დავჭიქ, ჩემი აინთო. ეხა მივდივარ და ამაყად კი მივდივარ. მივიტანე ჩემი პირადობა და მიმაქვს ეს ფურცელი უნდა მანახო, იმიტომ რომ ეს გიწევს ქალს ეს შენი დრო და ჟამი უბრალოდ კი გადასცდა, მაგრამ ხო გადააკეთე. ეხლა ვფიქრობ, ხო ხარ თან გულში ვფიქრობ, ხო ხარ ღირსზე დაკახიოს და კუწდაყუ. ჩემი ტოლი გოგო იყო ალბათ. ხო და ყველაზე თავი რა არის, ეს ყველაფერი რაც აქ წერია, ბაზაში რამეში არ არის შეტანი, ანუ ეგ ერთი ცალი ფურცელია და ეგეც შენ აქ. ნუ გადაკეთებული, მაგრამ ხო გაქვს. ეხა მივეცი ამაყად, მე ვთხარი მესამე ვიზიტია, დავუდე. არა, მე რამდენი ვიზიტია, მე მგონი მესამე მეთქი, აბა ჩაიხედე რომ ხო მესამეო. თქვენი პირადობა მივეცი ხა და ცხელი წყალი ადის, ჩადის, რომ მეტყვის ეს რა არის, ხა.
ეხა ისიც ამაქვს მოფიქრებული რომ უი აბამან ნახე აქაც ეს ხუთიანიც რო ესეთი ან სხვა ხუთიანები ხო დავამგვანე იმას რა თავი დავიზღვი სადღაც ამ გოგოს ბოდიში და სულფეხზე კიდე იქ რა წერია რა ანუ ისეც რომ ისულიყავი და მე თქვა რომ აიცი რა ესე ადამიან ესე არ მექნა ეს მაიმუნურად ადამიანურად რომ მე თქვა რომ იცი რა ეს და უბრალოდ ამომوارდა თავიდან და იქნებ დღევანდელი დღეზე გამიტარო ანუ შეიძლება არც პრობლემა არ ყოფილიყო მაგრამ შეიძლება ყოფილიყო ამიტომ მაიმუნურ წესს მიმართე და ჩახედა ოღონდ არ უყურებს რიცხვს საერთოდ არ შეუხედია რიცხვისთვის ჩახედა რა მეკუთვნოდა ჩამონა თვალში აცკაპს გადახურა მომცა ოიმე უცბად გადავკეცე ჩავიდე ეს აღარ მოითხოვოს ვიფიქრე პირადობაც დამიბრუნდა და აბა ეხლა მიდი წადი ექიმთან შენ გაი ანუ კაპიკი არ გადამიხდია სისხლი შარდი მეორე რაღაცა სისხლი პლუს გლუკოზა ანუ რაღაცა ხუთი ანალიზი გავიკეთე ერთი თეთრი არ გადამიხდია და სადღაც შეიძლება 200 რამდენს დამეტყვა აი ესე აფერისტურად შევედი ექიმთან ეხლა შეველი თიასთან ჩემ გინეკოლოგ და ჯერ მაგასთან შეველი და მაგას უნდა გადავემისამართე ლაბორატორიაში მოკლედ წინაზე ვიყავი 80 კილო მქონდა მომატებული არც ისე ჰაი მე 6 კილომდე მაგრამ იმის და მიუხედავად რომ 6 კილო თლათ ისეთი ის არ არის მაგრამ ბოლო უცბად აკრეფავ ბოლო თვეებში მითხრა რომ დაატორბუზე ეხლავ და მე ვუთხარი შენი ბრალია ბეთქი იმიტომ რომ შენ მითხარი რომ საკონდიტროში იმუშაობდი და შენ მითხარი რომ არაუშავ რომ იმუშავეო უბრალოდ იცი როგორ იყო მე ვკითხე რომ შენი ბრალია მე ვუთხარი და რატო და შენ ხო მითხარი იმუშავე მე საკონდიტროში მუშაობ იქაც ვისაც რა ბისკვიტი რა კრემი და რა დარჩება მე ვჭამე ხო და მქონდა 6 კილო მომატებული და ეხლა აბადადექის ასწორზეო ძალიან საყვარელი ექიმი აი ვისაც შეხება გაქვთ ამ ქალბატონთან თია მუჭაური აი უსაყვარლესია ჯერ ვიზუალურად მე საუბრით მე აი რავი ძალიან მომეწონა რა მე-5 მე-6-ზე წვადვივარ ხო და მოიცა დაიცადეთ იმას მიშვებით ხოლმე გადამატანინებთ ხოლმე დაიცა გითხრათ ეხლა დავდექი და წერია ეხა თვალებს არ ვახელ დავდექი სასწორზე და რა რაბისარი ყველაფერი გავიხადო ცოტა დაკლებია ჩვენს იქ და 82 და 900 ანუ 83 ერთი ყლუპა წყალი რომ მქონოდა დალეული 83 შეეწაველი რომ ვერ დავლიე რამდენი კილო ხარო და იქით აზის 82 ის 900 მოვქესტე არა უშორო არა ნამატია ნორმალურიაო ეს ნამატი უნდა კონდესო არ არისო ჰაი ჰუიო და კოშმარიო და ვაიმე რა გუშველება შემეტყო რომ საკონდიტრო და წამოველი ოღონდ მართლა შემეტყო მომასმინდა გულისცემას ეხო არ მეკუთვნოდა მაგრამ გულისცემას მოусმინეთ სადღაც აი აქეთა მხარეს ისე კათათ ის მოდა კაკაკუკი და კალელი ხო და რაღაცა სისხლის ჯგუფის რაღაცა ანალიზიც ამიღეს რა და სისხლის ჯგუფი უნდა მეთქო რა რომელი ჯგუფი გაქვს სისხლისო მეორე დადებითი მეთქი მართლა უტო კი მეთქი მეორე დადე რა სიძარ მე ვთხარი ჩემ შულსაც მეორე აქვს დადებითი მეთქი ბარბარეს ჩემი სისხლი აქვს თქო ანუ ვიცი რომ ჩემი სისხლი აქვს და მე ვიცი რომ მეორე მაქვს დადებითი და ეტყობა ეს აღარ მენდობა გაიგეს რაღაცებში და მოიცავ სანამ ლაბორატორიაში გაგიშვებ იქ გაკითხავენო და გადავამოწმებ მაინც და შეიხედა ისტორიაში და ქალსა 87 შვილი გაჩენილიო და არიცი რომ მესამე დადებითი გაქო რა ვიცი თია ექიმო მე ვთხარი ვიცი რომ დადებითი მაქვს და ხან მეორე მაქვს და ხან მესამე მე რევაბ რა გავაკეთო ანუ დრო დამჭირდება დაიმახსოვრე დადებითს მე დავიმახსოვრე თქვენ მესამე დაიმახსოვრეთ მეორე არა მესამე ესე იგი მე მიველი დასწრდო ბარბარესაც მესამე აქვს დადებითი ხო და ერთი სიტყვით გამიშვა ლაბორატორიაში მივედი იმ წამს აინთო ჩემის ანუ ისე სწრაფად ვიმოძრავე ისე სწრაფად რომ რა იყოს იმ წამს აინთო ჩემი ნომერი შევედი ამიღეს როგორ ამაკაბერტი მკლავი აი აქედან და აქედან არ მეტყობა ოდნავ ხვალე ალბათ უფრო მომიმუქდება
უპრობლემოდ, იმიტომ რომ მენემსის და ეგეთ რაღაცებს არ მეშინია, სულ რომ გამოეწოვათ სისხლი, რა პრობლემა არ არის. ხო და ამიღეს სისხლი, მერე მომცეს ეს რაღაცა, თეთრი ის, ძალიან ტკბილი იყო. სხვათა შორის TikTok-ზე ვნახულობდი ამას, იმ წინებს არც ერთზე არ გამიკეთებია ეს ანალიზი ეთყობა რაღაცა ახლა, რა ვიცი ეს. ტკბილ სითხეს რო გალევინებენ შაქარზე, რაღაცაზე, გლუკოზაზე რო იღებენ. არც ერთზე არ გამიკეთებია და TikTok-ზე ხდებოდა, ვაიმე ამაზე რომ იდრა საშინელება ღმერთო როგორ იტანთ ამ ანალიზს. ანუ სეროფი დავლი ხარ, რატო პანიკობენ ვერ გავიგე. ანუ მაშინაც ხო ვიცოდი რომ ეს ძალიან სისულელესა წერდნენ ეს როგორ ვთქვა თინეიჯერი დედებიო თუ როგორ წაქვია, რა ვიცი ახლა. მე ხო ორჯერ თინეიჯერი ვარ უკვე და ხო და ისა. ვაიმე ძლივს დავლიე და რა საშინელება იყო და ძლივს გადავიტანე. პიკრო კაცო რა ასყია იმაში ახლა რა. ნუ ზოგადად არა ვარ საერთოდ შიშარა და ვიცი რომ უბრალოდ ტკბილს გასმევენ. რაღაცა ძალიან ბლანტი სეროფი ჩასყარ ჯერა ჭიქაში და წყალი დაამატა, მოურია და დალია. აი ნუროფენი. ჩაულებრივი ნუროფენი იყო. ტკბილი სითხე რა ვიცი რა იყო იქ საში რაიმე ჰუიმე. დავლია გამოველი 1 საათი. უნდა დავლოდებოდი და ზუსტად 1 საათში უნდა გამეკეთებინა იგივე ანალიზი სისხლის. არაფერი რეაქცია რა ახლა რა არის უბრალოდ შერზი რო ვიყავი სადაც 1.5 საათის შემდეგ აი ვატყობდი რომ ეს ტკბილი უკვე ძალიან ტკბილი იყო ჩემთვის აი მე რო ხო ტკბილი მიყვარს და აი წარმოგიდგეთ ისეთი ტკბილი იყო რომ ძალიან ტკბილი იყო ჩემთვის ვატყობდი რომ ძალიან მშიოდად ერთი სული მქონდა ეს სისხლის ანალიზით გამეკეთებინა რომ გავვარდილი იყავი გარეთ და რამე მეჭამა გავიკეთე სისხლის ანალიზით გამოვედი გარეთ რა ვიცი ძალიან სწრაფად ვიმოძრავე ხო გეუბნებთ ანუ 1 საათი უბრალოდ ველოდე რომ იქ შევსულიყავი თუ დანარჩენზე არც ერთზე ლოდინი არაფერზე ლოდინი არ მომიწია ეს ყველაფერი მე ანუ მეილზე მომივა მე ეს ყველაფერი პასუხი ისე რომ მე თიასთან აღარ უნდა შევსულიყავი და WhatsApp-ით თუ Viber-ით ვკონტაქტობ თიასთან და გადავგზავნი მაგით ანუ წამოვედი იქ საჭმელი შევჭამე და მე ხო დილას გითხარით რომ შოპ დედაჩემში მივდივარ მე წეღანა მკითხე შოპ დედა შენი რა არისო და დედაჩემს ქვია მარინა და შოპ მარინა ხო აისანში მე ვეძახი შოპ დედაჩემს მივდივარ ხოლმე მან ბოლო ზარზე ხო ვიყავი და ვერაფერი ვერ ვნახე ეხლა დიდად რომ ისე წავსულიყავი რომ მე იმედებოდა რომ რამეს ვნახავდი ანუ რამეს რა განა არ არის და ძალიან ბევრი რამე მიყიდია იცით თქვენ და ძალიან კარგად ხმარობ ყველაფერს მაგრამ აი ბანკეტ ბოლო ზარისთვის ვერ ავარჩი ხო ნახეთ ვიყავი კიდე ხარომილში გავეკვეხე ხარომილში ავედი ავიღე ეს ჩემი რახ-რახა ტაჭკა შემოვიერე გადმოვიერე რაღაცები ავარჩიე და გავისინჯე, მაგრამ ვერ მოვირგე, ანუ ცუდად არ მქონდა, მაგრამ მე მინდოდა რატომღაც ბანკეტისთვის თუ რამეს ვიყიდი. ახლა და ვიყიდე. ეხლა ქალა მაგ დაბლა ჩავიტანე. მაგრამ ვიყიდე. ურბილესი შავი აი ესეთი აი როგორ გითხრათ, სტრეიჯი ძალიან რბილი ნაჭირო, მთლიანად მოტკეცილი მაქვს და არის მუხლს ქვემოთ უკან შეხსნილი. კიდევ ანუ მუხლს ქვემოთ ასე არა, გრძლად არის ქვემოთ და უკან არის შეხსნილი. ურბილესი ბრეტელებიანი, სრულიად სადა შავი უსაყვარლესი კაბა. ნუ მე ბრეტელებიანს არ ჩავიცმევ ისედაც, მაგრამ ისე ხო მინდოდა რაღაცა და თეთრი, აი წინაზე რომ აქვს რაღაცა ჭუჭყიანი ვარდისფერი არის ეგეთი ზემოდან შემოსაცმელი. სად მეცვა? სადღაცას ვიყავი ეგ რომ მეცვა. და მითხარით კიდეც რომ ეგ ბოლო ზარზე ჩაგეცვაო, კაი, ეგ ბოლო ზარზე ჩაიცვიო. ზუსტად მაგ სტილის თეთრი. ანუ შავ-თეთრი რაღაცა მე კლასიკურება და ძალიან მიყვარს მაგ ფერების კომბინაცია და მასეთი სტილის ზედა ვიყიდე, ესეთი რაღაცა ღამურასავით არის, ძალიან საყვარელი და ერთი ეს არის რომ ოდნავ გრძელი არის, ანუ მუცელზე რა და ეგ ძალიან არ მინდა გრძელი და ვაპირებ რომ აი ზემო და ქვემოთ საკვლაშა მოვიტანე და მოეწონა და ანებე თავიო შეყვა შეგიძლიაო რაღაც აიღო და არ მიჭრა მოჭრა ანუ იცი რას ვაპირებ სიგრძე ჰქონდეს ჩვეულები როგორც არის მაგრამ აი ესე ზემოდან დავიწყებ და ქვემოთ მინდა რომ ანუ გამოკვეთილა და რაღაცა არა უბრალოდ ლამაზად ჩანდეს რაღაცა არ მომეწონა თითქოს და ისე რომ ავწიე მომეწონა ასე რომ ბანკეტისთვის კაბა ვიყიდე, ეხლა გეტყვით ფასზე.
ფასდაკლებები იყო 40, 35, 25, 30 და 20-მდე მოკლედ რაც რავი იყო, ყველაფერი იყიდებოდა 15 ლარად. და 20-ის ქვემოთ რაც იყო, ის იყიდებოდა 7 ლარად, თუ 7 ლარად. და ამებს ეწერა 15 ლარი. ანუ 7 ლარად ვიყიდე ფასდაკლებებში. პლუს პარკი და სადღაც 15 ლარამდე ვიყიდე ბანკეტის ჩასაცმელი. ერთად ანუ იცი როგორი სიტუაცია იყო, იქ რო შევედი და გავისინჯე, სხვა ზედები მქონდა შეტანილი და გავისინჯე და ეს კაბა ყველა ვარიანტში უნდა ამიღო და სხვა ზედას ვაპირებდი და მოდი მეთქი სანამ წამოვალ ერთ შემოვიქროლებ თქო, იმიტომ რატომღაც ეს ზედა არ იმდენად არ მომწოდა და აი ამ შემოქროლვაში აი ეხლა რაც ვიყიდე, ეგ მომხვდა თვალში და ის დავდე იქ და ეს ავიღე და არც გამისინჯია იქ. ეს კაბა გავისინჯე და კარგად მქონდა და იცი როგორ მქონდა კაბა? აი საერთოდ რო არ გაწუხებს აი მასე და მოკლედ წამოველი მასე სახლში გავისინჯე მართლა მომეწონა. ერთადერთი ფეხსაცმელებს შეუხამებ, არ ვიცი რა, შეიძლება ბანკეტზეც იქ რაც მეცო ისევ ჩავიცო, მაგრამ თლათ ძალიან სპორტულად არ მინდა წავიდე ფეხზე. მაგებს წავიღებ. მაგრამ რაღაცა მინდა რომ ვიყიდო. ფეხზე რაც შეეხება ყიდვას, ანუ ექიმა რო ნახა და რაღაცა რა ეს საერთოდ ოდნავაც არა მაქვს, არც შეშუპებული არც დასიებო არაფერი, ისე რომ ვაიმე ხლა იყიდო და მე არ გამოგადგეს არ არის. ანუ საერთოდ არა მაქვს ცვლილება ფეხზე რა, ანუ დასიებული რამე არა მაქვს, ისე რომ ჩვეულებრივ შემიძლია რომ მერეც ჩავიცვა და რაღაცა ისეთი რომ შევუხამო მინდა. თორე იმ დაბლებს წავიღებ. შეიძლება ხა მე ყირაზე გადადგომას იქ არ ვაპირებ უკვე. ხო და მაინც მინდა რომ მარტო ფეხსაცმელიღა ის ავქნა შევარჩიო. ასე რომ ხალხო ბანკეტესა დარდებელი მოვიხსენი. ვიცი რომ ძალიან კარგად მექნება და მე განახებთ თქვენთ და ალბათ რა ვიცი მოგეწონებათ, ოღონ ობიექტურები იყავით. ბარბარისთვის არ მინახებია ზოგადად ყველაზე ობიექტური. ნუ ლაშა შეიძლება გული არ დაგწყვიტოს, რაღაცა შეიძლება შენ მოგწონდეს და რაღაცა მაგრამ გეტყვის რომ ხო კარგად აგაკ, ანუ იმიტომ კი არა რომ ცუდად აგაკ და გული არ დაგწყვიტა. მაგრამ ივანეც ის არის. ნუ ხო კაი, ნინო სუტიტოლა რო გაიევდე და რა კარგად გაცვიო გეტყვის და ბარბარეს თუ არ მოგწონს და არ მოსწონს და ან ვერი რაღაცა ეგრევე მოგაჯახებს. ხო და ზოგადად რაღაცა რო უფრო მეტად მინდა ხოლმე გავიგო როგორ ამაკ ბარბარის ვეკითხები ხოლმე როგორ მაქვს რა მაქვს და რა შეიძლება გავაკეთო, იმიტომ ბარბარეს უყვარს ესეთი რაღაც მიკეთ-მოკეთებები. აი ასე, ხო, ეხლა ყველაზე ძალიან რაც გამიხარდა არის ის, რომ ეხოსკოპი არ მეკუთვნო და როდის სადაც 2 თვის ბოლო მერვე თვეში თუ რაღაცა ეგე მეკუთვნოდა რა და თია მითხრა რომ მეორეზე რომ მოხვალო, მეორე კონსულტაციაზე, სადაც მარტო სისხლი წერია მგონი, ანუ ხო რაღაცა ორი ანალიზი მიწერია რა და აუცილებლად მჭირდება, სადაც 30 კვირაში იქნებიო და აუცილებლად დამჭირდებაო შენიო ეხოსკოპიაო. ხო და მან დაგიწერიაო, მაგრამ ჩემთან შემოდიო ჯერ. გავაფორმოდო, მერე მიდი რეგისტრატურაში. ასე რომ მეორეზე ეხოსკოპიას გავიკეთებ და ძალიან მინდა რომ ნახო სახე. დაახლოებით 50% მაინც ხო მექნება წარმოდგენა როგორია და ძალიან გამიხარდა. კი რა არ ვიცი და ჩავეხუტე ისე მინდოდა მეთქი ეხოსკოპიის გაკეთება. ასე რომ ესეთი ამბები იყო დღეს თბილისში. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრათ. სამწუხაროდ, ჩვენ და სამწუხაროდ ამას ვერ გავატარებ. ძალიან ბევრი რაღაც ხდება ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში ცუდი იმ ხრივ, რომ ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ეს საშინელი დაავადება, რომელიც არის საშინელი დიაგნოზი. აი დიაგნოზს რო გაიგებ, უკვე შენ ცხოვრებას წარმოიდგენ თვალწინ და ღმერთმა ყველა საშოროს ეს მით უმეტეს ბავშვებს, რომელიც ებრძვიან სიმსივნის სხვადასხვა ფორმებს, კიბოს სხვადასხვა ფორმებს, სარკომას სხვადასხვა ფორმებს, რავი, ეს ხო ყველაფერი ერთი და იგივეა.
მინდა რომ ეხლა 4 წლის ანგელოზის იმას დავდებ რეკვიზიტებს კომენტარებში ჩავამაგრებ. თუნდაც 1 ლარი ხალხო, ნებისმიერი იმიდან შეგიძლიათ გადაურიცხოთ. ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ პატარა ანგელოზის დასახმარებლად. მას აქვს სარკომა და სჭირდება სწრაფი რეაგირება, არა ის საშუალებაც ოჯახს ფიზიკურად არ აქვს, იცით თქვენ ამ ხელა თანხებთან არის კავშირში. აი თუ შეგიძლიათ რომ აი ამ პატარა არსებას, პატარა ანგელოს, თუნდაც 1 ლარი ძალიან მცირე ვიღაცისთვის ის 1 ლარი, კიდე ერთი და ოჯახისთვის რაღაცა თანხას წარმოადგენს და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ პატარა რაღაცა თანხა მაინც შეუვა, ესე ცოტა ოჯახისთვის რაღაცა იქნება, რაც ძალიან დიდი წინსვლა იქნება ამ პატარისთვის და კომენტარებში მე ჩავამაგრებ კომენტარებში ჩავამაგრებ ანგარიშის ნომერს, საიდანაც აი თიც რომ დააჭერთ დიდი ხანი თუ ვისაც მობაილ ბანკი გაქვთ, დაკოპირდება ეგრევე და შეგიძლია გადაიტანოთ მობაილ ბანკში და ჩასვათ და გადარიცხოთ და თუ არა და ციფრები ამოწერეთ არ იქნება მე მგონი პრობლემა 22 თუ 21 ნიშნიანი ციფრია მგონი ანგარიშის ნომერი თუ სწორად მახსოვს ეხლა ვნახავ ერთი წამით აი TBC-ც არის ანგარიშის ნომერი TBC-ც არის და საქართველოს ბანკიც ამ ორივე ანგარიშის ნომერს მე ჩავწერ კომენტარებში ჩავამაგრებ და თითის დიდი ხნით დაჭერით დაგიკოპირდება თუ არა და ამოიწერეთ ძალიან გთხოვთ და ვისაც რის საშუალება გექნებათ პატარა ანგელოს დავეხმაროთ ვიცი რომ ერთად აი ესეთი ერთობლივი რაღაცით ბევრ ბავშვს ბევრ ასეთ ონკოპაციენტს დავეხმარებით პირველ ჯერზე ბავშვს ჭირდება $140,000 ხალხო ეს ხო საოცარი თანხა არის პირველ ჯერზე თან დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი კარგად იქნება ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის ხვალამდე დაგემშვიდობებით კარგად